გვითხარი რამე 26 მაისის შესახებ, რაც არ ვიცით. 1918 წლის 26 მაისს, როცა გამოცხადა დამოუკიდებლობა, ქართული პოლიტიკოსების უმეტესობა იყო ერთ აზრზე, რომ სახელმწიფო, რომელიც მათ ჩაიბარეს და რომელიც უნდა აეშენებინათ, არ იყო ერთიანი და დამოუკიდებელი საუკუნეების განმავლობაში. ბოლო ქართული ერთიანი მონარქია დაიშალა მე-15 საუკუნეში, შესაბამისად, მთელი ეს პერიოდი საქართველოს დაანაწევრებული. ამიტომ ეს დამფუძნებელი ძმები რესპუბლიკის ხვდებოდნენ, რომ არ შეიძლება ერთ კონკრეტულ პარტიას აიღოს ძალაუფლება ხელში. და შესაბამისად შეიქმნა კოალიციური მთავრობა. ანუ 1918 წლის 26 მაისს ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენ გვყავდა კოალიციური ხელისუფლება, რომელმაც შეიმუშავა მთელი რიგი დადგენილებები, ინსტიტუციები და 1919 წელს ჩატარდა არჩევნები და ირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტია. ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდანვე ფაქტია, რომ ეს კოალიციურობის იდეა და მრავალფეროვნებისა და ერთიანობის ხორცს შესხმული იყო, რელევანტური იყო, აქტუალური იყო და რაც მთავარია ცოცხალი იყო და განხორციელდა კიდეც. ასე რომ თუ გავიხსენებთ 26 მაისის იმ საღამოს, როცა ქართულმა პოლიტიკოსებმა მიიღეს ის სწორი გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ კოალიციური მთავრობა, კიდევ ერთხელ გაგვიჭრის გზას უკეთესი ცხოვრებისაკენ.